დაბადება. თავი 32. წავიდა იაკობი თავისი გზით და შემოხვდნენ მას ღმერთის ანგელოზები. როცა დაინახა იაკობმა ისინი, თქვა: ეს ღვთის ბანაკია და უწოდა ამ ადგილს მახანაიმი, ორბანაკი. გაგზავნა იაკობმა მოციქულები ესავთან, თავის ძმასთან, რომელიც სეყირის ქვეყანაში, ედომის ველზე ცხოვრობდა. უბრძანა: უთხარით ჩემს ბატონს, ესავს. ასე ამბობს თქო შენი მსახური იაკობი. ლაბანთან ვიყავი და მასთან ცხოვრობდი აქამდე. ყავს ხარები და სახედრები, ცხვარი, მსახურნი და მხევალნი და გაუწყებ ჩემს ბატონს, რადგან მინდა მადლი უპოვო შენს თვალში. დაბრუნდნენ მოციქულები იაკობთან და უთხრეს: მივედით შენს ძმასთან, ესავთან და ისიც 400 კაცით მოდის შენს შესახვედრად. ძლიერ შეშინდა და შეშფოთდა იაკობი. ორ ჯგუფად გაყო ხალხი, რომელიც თან ახლდა, აგრეთვე საქონელი და აქლემები. თქვა: ერთ ბანაკს თუ დაარბევს ესავი, მაშინ მეორე ბანაკი მაინც გადარჩება. და თქვა იაკობმა: მამა ჩემის, აბრაჰამის ღმერთო და ჩემი მამის, ისაკის ღმერთო, უფალო, რომელმაც მითხარი, დაუბრუნდი შენს სამშობლოს, შენს სახლეულს და სიკეთეს გიყოფო. ღირსი არა ვარ ყველა იმ წყალობისა და სიკეთისა, რომელიც შენს მსახურს უწყალობე. ერთი ჯოხით გადავლახე ეს იორდანე, ახლა კი ორ ბანაკად ვდგავარ. მიხსენი ჩემი ძმის, ესავის ხელიდან, რადგან მეშინია, არ მოვიდეს და ოჯახიანად არ მომწყვიტოს. ნათქვამი გაქვს, სიკეთეს გიყოფ და შენს შთამომავლობას ზღვის ქვიშასავით გავამრავლებ და ვერ დაითვლებაო იგი სიმრავლის გამო. ღამე იქ გაათია და ძღვენი შეურჩია ძმას თავისი ქონებიდან. 200 დედალი თხა და 20 ვაცი, 200 ნეзвი და 20 ვერძი. 30 მეწველი აქლემი თავის კოზაკებით, 40 ფური და 10 ხარი, 20 დედალი ვირი და 10 ჩოჩორი. თავის მსახურებს ჩააბარა ცალ-ცალკე ჯოგებად და უთხრა: იარეთ ჩემ წინ და ჯოგსა და ჯოგს შორის მანძილი მოიტოვეთ. უბრძანა პირველს: როცა ჩემი ძმა ესავი შეგხვდება და გკითხავს: ვისი ხარ? საით მიდიხარ? ან ეგ სამწყსო ვისიაო? მაშინ ეტყვი: შენი მსახურის, იაკობისაა თქო, ესავისთვისაა გამოგზავნილი და თავადაც უკან მოყვება თქო. ასევე უბრძანა მეორესაც, მესამესაც და ყველას, ვინც სამწყსოს გააყოლა. შეხვედრისას ასე უთხარით ესავს: შენი მსახური იაკობიც უკან მოყვება თქო, ფიქრობდა გულს მოვუგებ, მისრის ზღვას დავაცხრობ და მერე შევხედავ სახეზე, ეგებ შემიწყნაროსო. და მიდიოდა ეს ძღვენი მის წინ, ის ღამე ბანაკში გაათია. ადგა ღამით, აიყვანა თავისი 2 ცოლი, 2 მხევალი და 11 შვილი და გადავიდა იაბოკის ფონზე. აიყვანა ისინი და მდინარეზე გადაიყვანა, რაც კი ჰქონდა, ყველაფერი გადაიტანა. მარტო დარჩა იაკობი და განთიადამდე ერკინებოდა მას კაცი. როცა მიხვდა, რომ ვერ ერეოდა, მის თეძოს სახსარს შეეხო და ეღრძო იაკობს თეძოს სახსარი მასთან ბრძოლისას. უთხრა: გამიშვი, რადგან თენდება. უთხრა იაკობმა: არ გაგიშვებ, სანამ არ მაკურთხებ. ჰკითხა: რა გქვია? უპასუხა იაკობი. და უთხრა: ამიერიდან აღარ გერქვას იაკობი, არამედ ისრაელი, რადგან ღმერთს და ადამიანებს შეებრძოლე და სძლიე. ჰკითხა იაკობმა: მითხარე შენი სახელი. უპასუხა: რისთვის მეკითხები სახელს? და იქვე აკურთხა. და უწოდა იაკობმა იმ ადგილს სახელად ფენუელი, ღვთისხილვა, რადგან თქვა: ღმერთი ვიხილე პირისპირ და ცოცხალი დავრჩი. როგორც კი ფენუელს გასცდა, ზეა მობწყინდა და კოჭლობდა იგი ცალი თეძოთი. ამიტომ დღემდე არ ჭამენ ისრაელნი მენჯის ძარღვს, რომელიც თეძოს სახსარზეა, რადგან თეძოს ძარღვზე შეეხო იაკობის სახსარს.